მოგესალმებით ჩემო თვითფასოსვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ პერეზის, ისმაილ პერეზის ახალი ვიდეო, რომელიც აიტვირთა 10 მარტს და რომლის თემა ასე ჟღერს. მიწიერი ალიანსის მეორე ეტაპის საწყისი და დაიწყო კაბალის ქსელის ფინალური განწმენდა. მას დავიწყოთ. ხომ, თურმე ომი დამთავრებულა ირანში. მე მეგონა ის კაცი წყულს ამბობდა შორტების YouTube-ზე შორტების ყურების დროს, Facebook-ზე შორტების ყურების დროს, გონი Facebook იყო, ხო, Facebook-ზე იტავაწყდა ასე რაღაცას, რომ ირანის ომი დამთავრდაო, რომ ტრამპმა გარცაო ბრძანება, რომ 5 დღე არ დაებომბათ ირანი. პერესმაც დაამოწმა ახლა, რომ ირანის ომი დამთავრდაო და ყველას ეგონაო, რომ ირანის ომი გაგრძელდებოდაო რაღაც დროით. მე ძალიან გამიხარდა, რომ ასმარი დამთავრდა ომი ირანში. ალბათ ეს იმასთანაა დამოკიდებული, რომ მმართველობა ვარსკვლავურ კარიბჭეებზე თავის ხელში ჩაიგდეს. და ატვირთმა რა შეჭირდება, როდესაც რა ჭირდებოდათ ის ხელში აქვთ. ამერიკის სამხედრო ძალებსო დაჭირდათო სულ რაღაც ერთი თვეო და იმედიაო, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო. ხო, კარგია, რომ ირანში ახლა ეს ბოლო მოქმედებები ისე სრულდებაო, რომ ცხოვრები არ არისო. მოგვიანებით მე თქვენ მოგიყვებითო თუ რა არის იმის მიზეზი, რომ და მოქმედებები იმისა, რომ ომი არ გადაიზარდოს, არ გადასდილიყო ესკალაციაში, უფრო მეტ ესკალაციაში, ანუ არ გამწვავდეს გლობალურ ომში სხვა ქვეყნების მონაწილეობით. და ახლა მე მოგიყვებითო კიდევ იმაზე, თუ რა ურთიერთობა, რა ეტაპის ურთიერთობაზე გადავიდაო ტრამპი მექსიკის ახალ პრეზიდენტთან და კიდევ ლათინური ამერიკის 11 ქვეყანასთან საბოლოო განადგურებაზეო იმ კრიმინალური ქსელისა, რომელიც სუფევს, რომელიც მოქმედებს თელ ლათინურ ამერიკაში. მაპატიეთ, არ შემიძლია მაგიდაზე რომ რამე ყრია. მაპატიეთ. აგრეთვე ისმაილ პერესი უხდის მადლობას იმათ, ვინც უსმენს მის ვიდეოებს და თვალყურს ადევნეს თუ იმოვლენეს თუ რომლებიც ხდება დედამიწაზე. ხო, იქ რაღაცები ლაპარაკა ისმაილმა თავის მეცადინეობებზე, რაც ეხებოდა მის პირად საკითხებს და ახლა მოდითო გადავიდეთო თემაზეო. ლაპარაკოთ. ყველამ იცისო, ნუ ამერიკაში ეს ყველას ეცოდინება რა საკვირველია. ყველამ იცისო, რომ ომი ამერიკაში კი არა, ომი ირანში იყო ამ 10 ვარსკვლავური კარიბჭეების გამო. ჩვეულებრივი გეოპოლიტიკის მაპატიეთ, ჩვეულებრივი გეოპოლიტიკის თვალსაზრისითო ხსნიან ამ ომის მიზეზს როგორც რეჟიმის ჩამოგდებას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ სინამდვილეში მაპატიეთ რომ გამეორდები, ეს არის მე-10 კარიბჭის, ვარსკვლავური კარიბჭის ეს ომი იყო რეალურად ამ ვარსკვლავური კარიბჭის გასამთავისუფლებად. შეიძლება საქმე ეხებოდაო ტერიტორიას, ამ პოლიტიკურ ასე ვთქვათ კამათებსო,
მაგრამ მეტაფიზიკური ტრადიციების ჩარჩოშიო, რომელსაც ხარს უჭერსო გალაქტიკური ნარატივები, მსხვილი კონფლიქტებიო ყოველთვის ესე იგი მალავდნენო იმ მიზეზს თუ სინამდვილეში რატომ დაიწყო ეს კონფლიქტები. ალბათ მე სულ ფიქრობ იმაზე, აფხაზეთში ომი რატომ დაიწყო. რაღაცა იმალება აფხაზეთში, რაღაც არტეფაქტია აფხაზეთში. ხო, და რატომ დაიწყო მაგალითად ომი სამხრეთ ოსეთის გამო. იქაც არის რაღაც საიდუმლო ჩამალული. კი, ოფიციალურად ეს არის თითქოს კონფლიქტი ოსებ და ქართველებს შორის, მაგრამ სინამდვილეში ამის უკანაც იმალებოდეს იქნება რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი, საიდუმლო. მე ასე ფიქრობ ყოველთვის. მე სულ მაგას ფიქრობ, რომ აფხაზეთშიც, მით უმეტეს აფხაზეთში ყოფილა ტუნელების ქსელი, რომელიც დატოვა ძველმა უძველესმა ცივილიზაციებმა. და იცით რა, შეიძლება ჩვენ სიმართლე გავიგოთ ისეთი, რომ ეს სიმართლე ჩვენთვის იყოს მწარე. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ბრასდება, შოქში ვარდება, როდესაც სიმართლეს გებულობს, ბრასდება იმის გამო, რომ პატარა ბავშვით ატყუებდნენ. ხო? ნებისმიერს დაწყდება გული. მაგალითად, მე მირჩენია სიმართლე ვიცოდე, რათა რომ დამწარე იყოს ეს სიმართლე. და რეალურად შევხედო ამა თუ იმ საკითხს, ვიდრე გაუგებრობაში და რაღაც დაბნეულობაში ვიყო. მე მირჩენია მასზე. ასევე ეხებაო საქმე ტირანულ რეჟიმებსო და ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი ტირანები არიანო ხაზარელები. ხო და აღმოჩნდაო, რომ ირანი ეს არის უძველესი პერსია, სპარსეთი ქართულად. ხანდახან ვერ მახსენდება უცებ თარგმანი სპარსეთი და ეს იყო ის რეგიონი, სადაც ჩამოსხდენო და ეშვნენო თავისი ხომალდები და ჩამოსხდენო, ანუ ნაკები. და 1000 წლის განმავლობაში აი ეს კონფლიქტი იყო კონფლიქტი ანუნაკების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ებრძოდნენ ერთმანეთს. ჩვენ ვიცითო, რომ ეს კონფლიქტი დაკავშირებულია ძველ მესოპოტამიასთან. და ეს მესოპოტამია ითვლება კაცობრიობის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილად, ძველი კაცობრიობის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილად. სადაც ერთ ღამეშიო, არ ვიცი ამან ეს სიმბოლურად ამბობს ამას ერთ ღამეში თუ მართლა ერთ ღამეში, სადაც ერთ ღამეშიო შეიქმნა მთელი კაცობრიობა. და დროის გამოშვებით ეს თანამედროვე ინტერპრეტაციები, რომლებიც სინამდვილეში იყვნენ გასაიდუმლოებული საიდუმლო საზოგადოებებში, აქ იგულისხმება ეზოთერიკული საზოგადოებები, მათ შორის ილუმინატორიც. ხო, რასაკვირველია, იქ იმ დროს იყო კამათი დრაკონიელების ანუნაკელი დრაკონიელების და სირიელი დრაკონიელების შორის. ხო, განსხვავება ყველა წარმომადგენლობაშია, ხო? გარეგნობით, კანისფერით, თვალების ფერით და ასე შემდეგ. აქვს კუდი, არ აქვს კუდი, გავს ადამიანს, არ გავს ადამიანს, ან არის უფორმო, მნიშვნელობა არ აქვს. და პლიადენელ ანუნაკებთან, თურმე პლიადენელი ანუნაკებიც არსებობს. ახლა გავიგე პირველად ეს მე. ამიტომ გეუბნებით, ჩვენ ბევრი რამე ჯერ არ ვიცით. და მე აუცილებლად გამოვტვირთავ პერესის წიგნს კოსმოსური წარმოშობა. აუცილებლად ძალიან დიდი ინტერესი მაქვს. და ამ წიგნს, ამ ტექნის პირდაპირ თარგმნას დავიწყებ, პირდაპირ რომ გადმოვკაჩავ ტექსტს ოღონდ. აუდიო წიგნს არა, ტექსტს გადმოვკაჩავ და იმ ტექსტიდან
თუ არის ესე კურველია ინტერნეტში იმ ტექსტიდან წავიკითხავ პირდაპირ ქართულად რომ დრო არ დავკარგო ეს ადვილი გადასათარგმნი იქნება ეს ბლაბატსკაია რთული იმიტომ რომ იქ ისეთი ტერმინებია რომელიც ცხოვრებაში მე მესმის პირველად თუმცა რუსულად წერია მაგრამ ჩვენთვისაც ძალიან ბევრი უცხო ჩვენთვისაც უცხოა ის ტერმინები რადგან ეხლა ფილოსოფია არ მისწავლია ადრე არც დაინტერესებულა ფილოსოფიით და ბლაბატსკაიას ნაშრომები შეიძლება მიაკუთვნო ეზოთერიკულ ფილოსოფიას და მერწმუნეთ ეს არც ისე იოლია აქედან გამომდინარე არც თქვენთვისაა იოლი იმიტომ რომ მაინდამაინც ბევრი არაა დაინტერესებული ბლაბატსკაიათი შეიძლება 4-5 ადამიანმა ხო ლაიქების მიხედვით ხვდები მე მაგრამ მე მაინც ბლაბატსკაიას გავაგრძელებ ბლაბატსკაიასი ატვირთვას იმ 3-4-5 ადამიანისთვის რომელსაც აინტერესებს იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ეს ნაშრომი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაშრომი რომელსაც მარტო კი არ ვთვლი ამას ბევრი თვლის ბევრის აზრი მაქვს მოსმენილი წაკითხული ბლაბატსკაიას ნაშრომების მიმართ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევს მაგალითად საიდუმლო დოქტრინაში მაგრამ უფრო მეტი კომენტარები და უფრო მეტი ასლს გამოხატავენ უფრო მეტ კომენტარს და უფრო მეტ ასლს გამოხატავენ გამოაშკარავებულ იზიდასთან დაკავშირებით ამანაც ძალიან დამაინტერესა ეს ორი უნდა გადმოვტვირთო ხო მე შევიდინე სპეციალურად ჩიპი ჩავდე ამ ჩემ ტელეფონში საიდანაც მე ახლა თქვენ გითარგმნით და ადგილი მაქვს ახლა მე იმისთვის რომ ეს თემები გადმოვტვირთო ხოლმე რატომ მინდა ეს გავაკეთო ერთი სახის თემა არ მინდა მე დავდო ჩემ აკაუნტზე რატომ იმიტომ კი არა რომ ხალხი მივიზიდო არა მე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დებ ხოლმე ვიდეოებს იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველაფერზე მოგიყვეთ თქვენ ყველაფერზე რის მოყოლის საშუალება მაქვს იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველა ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი ხარისხიანად გამომდის მე თუ არ გამომდის ხარისხიანად ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ეს ინფორმაცია მოვიდეს თქვენამდე მათთვის ვისაც აინტერესებს ან ვისაც არ ესმის რუსული ენა და უნდა რამე ახალი გაიგოს მე არ ვახვევ არავის ჩემ ასლს არ ვახვევ არავის ამათ ასლს მე უბრალოდ თქვენ წარმოგიდგეთ ამ ინფორმაციას როგორც არის სკოლაში ახლა ჩვენ რო საგნებს სწავლობდით გეოგრაფია ბიოლოგია ისტორია და სხვადასხვა საგნები ზოგი მოგწონდათ ზოგი არ მოგწონდათ ზოგში ძლიერი ვიყავით ზოგში არ ვიყავით ძლიერი ხო ამდაგვარად და ცოტა არ არის იცით რა ადრე ადამიანებს ჩაგრავდნენ იმის გამო რომ ადამიანმა ზედაპირულად იცოდა რაღაც საკითხი არამედ ის ადამიანი რომელსაც ქონდა რაღაც ცოდნები სიღრმისეული ცოდნები რაღაც საკითხთან დაკავშირებით ის ამცირებდა თავისი კითხვებით და თავისი დაცინვით იმ ადამიანს რომელსაც ზედაპირული ცოდნები ქონდა მაპატიეთ ახლა თემას გადამოხვიე მაგრამ ახაც ხდება ასეთი რაღაცა ხდება მით უმეტეს ქალები დასცინიან ერთი პარტია ქალებისა დასცინის სხვა პარტიას რომ მან რაღაცის გაკეთება საჭმლის გაკეთება არის რაღაც კერძის გაკეთება ხო ან ამთხრეძაცხობა ხო და სულ ჭყლინტავენ ამის გამო იმ ადამიანებს ვინც იმ ქალებს ვინც ისაც არ ეხერხება ხო აი ამდაგვარი საკითხია აი ასეთი რაღაცა ბევრჯერ ხდება მაგალითად ადრე მით უმეტეს დედამთილი სახში ეხლა დედამთილმა ძალი 11 წლის ძალი იმიტომ გაგდო სახლიდან რომ საჭმელების გაკეთება არ იცოდა ხო და ამიტომ ვამბობ ზედაპირული ცოდნა
ზედაპირული ცოდნა რაღაც საკითხისა არ არის სირცხული და ცოდვა. იმიტომ რომ ვიწრო საკითხის კარგად შესწავლა ეგ სხვა საკითხია უკვე. გესმით? ეს როდესაც შენ რამე პროფესიის მიღება გინდა, შენ გჭირდება ეს ძირფესვენად გამოიკვლიო, მაგრამ როდესაც შენ გინდა უბრალოდ წარმოდგენა გქონდეს ამა თუ იმ საკითხზე რაღაც მოკლე ტექსტით, რაღაც ზედაპირული ტექსტით, მე მგონია მე ასე ფიქრობ. მე არა ვარ ახლა სიღრმისეული მცოდნე ყველა საკითხისა ერთდროულად, ხო? მაგრამ რაღაცა ზედაპირულად, მაინც ზედაპირულად ამ რთულ საკითხებში წარმოდგენა მაინც მაქვს. მაგალითად, ვინმე რომ ახსენოს ტერმინი, მე უკვე ხვდები თუ ეს ტერმინი რასთანაა დაკავშირებული და არ ვიტყვი თავს იმაზე თუ ეს რას ნიშნავს, ხო? ხარ შეიძლება ყველაფერი იცოდე ადამიანმა, შეუძლებელია, მაგრამ ზედაპირული წარმოდგენა ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ზედაპირული წარმოდგენა გქონდეს ამა თუ იმ საკითხზე და ვაპატიეთ, მაგრამ ერთმანეთის დაჩეგვრა და დაცინა იმის გამო, რომ აი შენ ეს არ გესმის და მე მესმის მაგებად და შენ რატო არ უნდა იცოდეო, მასე კიდე არ შეიძლება, ხო? ამას მოყვები ახლა მე და თემას რომ შეეხო, იმიტომ მას მოდით გავაგრძელოთ. ეზოთერიკული თვალსაზრისითო ტერიტორია, რომელიც არისო გაჭიმული ირანიდან ირაკის ჩათვლით, ითვლება ადგილად, სადაც დღემდე არის შენარჩუნებული ნარჩენები ენერგეტიკული ცენტრებისა. მათ კიდევ მეორედ უწოდებენ ლეიხაზებს. და კიდევ ისმაილ-პერესი გულისხმობს კარიბჭეებს და ერთ-ერთი ადგილს უწოდებენ მეათე ვარსკვლავად, ანუ მეათე ვარსკვლავურ კარიბჭედ. ეს არის აბადონის კარიბჭეები, კვანძი გლობალური ქსელისა, ენერგეტიკული კარიბჭეებისა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს დედამიწის ძველ დროსთან. და ამიტომ ინსაიდერების ნათქვამით, იმისთვის რომ კონტროლი ქონოდათ ამ კარიბჭესთან 1000 წლის განმავლობაში იბრძოდა ორი სხვადასხვა ფრაქცია ანუნაკებისა. ესე იგი, ანუნაკების საიდუმლო და უпроსტად ანუნაკების დაფარული გასაიდუმლოებული ისტორიის თანახმად, რომელიც იყო გამრუდებული და გადასახურებული ვერსია, ძველ დროს ყოფილა ორი ფრაქცია, ანუნაკების ორი ფრაქცია, ერთი იყო დაკავშირებული იერარქიასთან, კონტროლთან და დინასტიური ხელისუფლების დინასტიურ სტრუქტურებთან, რომლებიც დღემდე შემორჩა როგორც საიდუმლო საზოგადოებები მართალი დინასტიებისა მთელი ისტორიის განმავლობაში. მეტაფიზიკურ სწავლებებში ეს ფრაქცია, რომელმაც ხელში ჩაიგდო მესოპოტამიაზე კონტროლი, ხელისუფლება დაკავშირებულია მათი მემკვიდრეობასთან, რომლებაც ასე ვთქვათ, ოკუპაცია გაუკეთეს ან ხელში ჩაიგდეს ძველი პერსეთის ხელისუფლება და რომლის ტერიტორიაზე თქვენ ახლა იმყოფებით დაკავშირებულიაო ძველების მემკვიდრეობასთანო. სხვათა შორის ბორევის წიგნის მიხედვით რამამ დაიპყრო მთელი მსოფლიოს მიწები, ხო, ის ხალხი, რომლებსაც არ უნდათ რამასთან თანამშრომლობა, იქნა განადგურებული. რამა იყო მოდიოდა დრუიდების შთამომავლობიდან, თვითონაც იყო დრუიდი, მაგრამ ხო, მანამდე, სანამ რამა დაიპყრობდა დედამიწას, ის ცხოვრობდა ციმბირში, ახლანდელ ციმბირის ტერიტორიაზე,
ალტაის რაიონში, ალტაის თების გარშემო ცხოვრობდნენ ისინი, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, მაპატიე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მეახლოებით გეუბნებით, რამა იყო სკიფი. სკიფები არიან ჰიპერბორეელების და ატლანტების შენარევი. მაგრამ ჰიპერბორეელები, ანუ დარიელები, წარმოადგენენ 4 რასას. ხო, ხა მე არ ჩავედი და არც მახსოვს სიმართლე გითხრათ. ყველაფერს ხო ვერ დავიმახსოვრებ. და სკიფებიდან, უпроსტად სკიფებისაგან დარჩა ნორვეგია, რადგან სკიფები ახლა ცხოვრობენ იქ. სიამოვნებაში ისინი არიან სკიფების შთამომავლობა. და დრო და დრო, როგორც კი ტერიტორიებს ოკუპირებას უკეთებდა, რამა დგამდა ძეგლებს, ვერძის თავებს, რომელ დაუშვათ სიმაღლეს აიღებდა, იქ დადგამდა ქვის ვერძის თავს. და მაშინ კი იყო ტექნოლოგიები ისე განვითარებული, რომ შეეძლოთ ნებისმიერი ფორმა ამოიჭრათ ქვისგან, ნებისმიერი. და იმ დროს უკვე ცხოვრობდა შავი კანისფერის წარმომადგენლები. ხო და მათ ვინც არ უნდოდა რამასთან რამას შეერთებოდა, ისინი ყველა ნადგურდებოდა და სხვათა შორის აი აფხაზურ აფროამერიკელებზე რომ იყო საუბარი, გაზეთში ტექსტი იყო, ინტერნეტში დენა მაგი, ის შავი ხალხი, შავი კანისფერი ხო ქონდათ მაგათ და რამდენიმე თაობაში ისინი საერთოდ გაქრენ, ეს გენი, შავი ფერის გენი გაქრა, ასიმილაცია განიცადა. მაგრამ მე სულ მიკვირდა ჩვენთან საქართველოში მაშინ საბჭოთა კავშირში მეც ყავდა თანაკლასელი, რომელიც იყო ნახევრად უკრაინელი, მე მეგონა მასე, მაგრამ სინამდვილეში ის მისი მამა არ ყოფილა, მაგრამ დედასაც ჰქონდა მსხვილი ტუჩი, ხო, ბევრ ქართველებს ვამჩნევდნენ მსხვილ ტუჩებს და მე მგონია ეს უკრაინელებში ვისაც ტუჩი აქვთ, ახლა იბერავენ სპეციალურად და მაშინ გაბერილი ტუჩები, ბუნებრივი ტუჩები ჰქონდა ხალხს, ასეთი ხალხი ხდებოდა ხშირად და დედა ქართველი იყო, გაბერილი ტუჩი ჰქონდა ზანგივით. ხდება ზანგის ცხვირებით, თუმცა კანი თეთრია, გონია ქართველია ხო, მეგრელია, რაღაც სხვა კუთხის წარმომადგენელია. აქვს გაბერილი ტუჩი, გაბუშტული ცხვირი, ეს ყველაფერი არის გენები, რომელიც იყო იმ ადამიანში და რომელიღაც თაობაში ეს გენები მკვეთრად გამოიხატა. ის ხუჭუჭათმებიც კი ბევრ ქართველებს რომ აქვს. თუ რა გონიათ? შავი ხუჭუჭა ზანგივითმები რომ აქვს ზოგიერთს, ვიღაცა ყავდათ გენებში, ძველ წინაპრებში წარმომადგენელი მასეთი. და ვალერია, ხშირად ვახსენებ ვალერია კოლცოვას. აქვს ერთი ვიდეო, სადაც წერია, რომ ეს სვანები, ეს ჰიპერბორეელები, რომლებიც ხო ყველა შერეულად მოდიოდა, იბრძოდა, ხო, მიდიოდა საბრძოლველად. ეს ჰიპერბორეელები გადავიდნენ იმ ტერიტორიას, სადაც ახლა ცხოვრობენ, მე არ ვიცი ახლა ადრე ისინი საცხოვრობდნენ მაშინდელი სვანები, მაგრამ ახლა მთიან რეგიონებში კი ცხოვრობდნენ და ეტყობა იმ გზით მოდიოდნენ ისინი. და რაღაც ნაწილი ამ ჰიპერბორეელებისა დარჩა იქ, დარჩა თუ რაღაც მოხდა რომ ვერ გადავიდნენ.
დასახლდნენ იქ. ის ახლა საქართველოს კუთხური წარმომადგენელი შერეულია, სუფთა კუთხურ წარმომადგენელს ვერ ნახავთ თქვენ. იმიტომ რომ ოჯახდებიან, შერეული ოჯახებს ქმნიან და კი ამბობენ აი ამაში ის კაპლო ჯგუფია, იმაში ეს ამ ნომრის კაპლო ჯგუფია და ასე მაპატიეს ასე ტერმინებში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ იმისი ვჯერა, რითაც გვიტენდნენ ტვინს რამდენიმე წლის განმავლობაში, ხო? მე რატომ ავტყურება ხომ ახლად, მე არც უარყოფ, არც მომტკიცებ, იმიტომ რომ თავარი ეს არა ახლა. თავარი ახლა ჩვენ სულიერად გადავრჩეთ. თავარი ესაა, სულიერად გადავრჩეთ, ვიბრაციები ავიმაღლოთ და დედამიწასთან ერთად შევეცადოთ დედამიწას დავეჭიოთ ვიბრაციებში და რომ ჩვენ, როდესაც პირველი მზის ამოფრქვევა მოხდება, არ დავჩეთ პირველი, მეორე თუ მესამე, მაგრამ მესამემდე მე არ მინდა დავიცადო, მესამეზე უკვე ახალი სულები გადაყავთ, მე მინდა მოხდე ამ პირველში, ან მეორეში, რომ მაგნიტურმა ძალამ, აგრეთვე თქვა სიმბოლურად, მიმისიდოს და გადამიყვანოს. ანუ ვიბრაციები თუ დაემთხვა, პირველ ამოფრქვევა შეიძლება პირველ ამოფრქვევაში მოხდეს ბევრი, თუ მეორე ამოფრქვევის ვიბრაციებს დაემთხვა ჩვენი ვიბრაციები, შეიძლება მეორე ამოფრქვევაში მოხდეს. და საერთოდ სხვათა შორის, რომ ამბობენ ქართული დამწერლობა, უნიკალური დამწერლობა არისო. მე ხა სიღრმისეულად ამ საკითხში არ ვარ გარკვეული, მაგრამ მე ჩემი გულის კარნახი, გული მკარნახობს, რომ ეს დამწერლობა ქართული არის აღებული ახალ ხომ არსებობს ინდური სანსკრიტი. ინდური არ არის ეს სანსკრიტი, როგორც ანბანი სანსკრიტი შექმნა, ხო ეს ბევრ ვიდეოში მაქვს მეთქმული ამის შესახებ. შექმნა რამამ და სანსკრიტი არის ძველ სლავიანური ენა სინამდვილეში, მაგრამ სანსკრიტის სიმბოლოებით არის დაფიქსირებული და მეცნობა ხოლმე აი თავიდან 1-3 წლის უკან დავინტერესდი ამ საკითხით, მე ახლაც ვარ დაინტერესებული, მაგრამ ახლა გადავერთვი უფრო ამაზე. ანბანიც გადავიწერე ძველი ქართული, სანსკრიტი, სლავიანური, რუნებიც გადავიწერე. მე ამას დაუშვები, ახლა მთავარი ესაა. აგი. და სხვათა შორის ჩვენი ქართული ასოები ძალიან გავს სანსკრიტს. ხო? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სანსკრიტია. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ შემოაბრუნეს, გადააბრუნებს, გადმოაბრუნეს, მაგრამ ძირი ფესვი აქვს მაგას სანსკრიტული, მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა მე ამის მეცნიერი არ ვარ, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე ჩემ ასს გამოვხატავ და აშოძე რომ ამბობენ სომხეთის მეფეზე რომ მოიპარაო, ქართველის მოპარაო ანბანი, არ არის მასზე. ადრე დავიჯერე კი, მაგრამ მე რომ დაფიქრდი, მაგას არ მოუპარია ქართველებზე ანბანი. მაგის იყო ინდოეთში. და მაგამ აირჩია, იქ ხო 3 ვარიანტია, მაგამ აირჩია ერთ-ერთი ვარიანტი უბრალოდ. მაპატიეთ, მაგრამ მე არ მახსოვს ამ ვარიანტის დასახელება. და ნუ გამიბრასდებით ამის გამო. ნუ ჩამქოლავთ ჭყალებში. და ყველა მთელი სოფლიოს მასშტაბით მე სპეციალურად ამოვაგდე ინტერნეტში ალფაბეტები ანიბანი ყველა ქვეყნებისა, როგორც ეთიოპია, საბერძნეთი, ინდოეთი, მაგრამ ინდოეთში ხომ ბევრი წარმომადგენელია, ამა თუ იმ წავსისა, ხო? მთავარი ანბანი იქ არის
ინდუსების ხინდი. უღე ხინდიდან ისისხეს იქ პატარა ერებმა ზოგმა დაამგრალა ასო, ზოგმა კუთხური გახადა და ასე შეიქმნა დღევანდელი დამწერლობა. ტერიტორია, რომელსაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ ირანს, განლაგებულია კონფლიქტების ეპიცენტრში. მესოპოტამიის და პერსიის კონფლიქტ შორის. ეს რეგიონი ძველი დროიდან იყო დაკავშირებული ძველ ტაძრებთან. ხო, მაპატი ეთო ამბობს პერესი დაკავშირებული იყო ძველ წმინდა ტაძრებთან და იმპერიასთან. მიფოლოგიურ ტრადიციებთან, რომლებიცო თავისი ფესვებით ჩადისო წარსულში. 1000 წლით უკან საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, რომლებიც დაკავშირებულია ამ მეათე ვარსკვლავურ კარიბჭესთან, მათ გამო ალიანსმა ამ კარიბჭეს გამო მიწიერ ალიანსს უნდა ჩამოიგდო ირანული რეჟიმი. თურმე ამ ირანში მაღალმთიან ადგილას არის განლაგებული, შეიძლება ითქვას, რომ ამ მაღალმთიანი ტერიტორიის გვერდით შეიძლება ითქვას, რომ ამ მაღალმთიან რეგიონზე, პირდაპირ ამ მაღალმთიან ადგილზე არისო განლაგებული ეს მეათე ვარსკვლავური კარიბჭე. უпростоრად მაპატიეთ, ამ მთიან ადგილზე, მაღალმთიან ადგილზე არის განლაგებული კვანძები, პლანეტის ენერგეტიკული კვანძები. და ამიტომ სხვადასხვა დაჯგუფებები ცდილობდნენ გავლენა, ასე ვთქვათ, გავლენა ჩაეგდოთ, ხელში ჩაეგდოთ მმართველობა ამ ტერიტორიებზე, რადგან ის ადგილი მხოლოდ ტერიტორია არ იყო, ეს ტერიტორია იყო დაკავშირებული ერთ-ერთ უძველეს კარიბჭესთან, ხო და ამ რეგიონიდან ჰქონდათ ზეგავლენა პლანეტარულ ენერგეტიკულ ბადესთან და აგრეთვე სხვა სამყაროებთან. და ამ ვარსკვლავური კარიბჭებზე კონტროლი აკლებდა საშუალება მათ ზეგავლენა მოეხდინათ პლანეტარულ ცნობიერებაზე. მიწიერი ალიანსი, რასაკვირველია ეს არისო კოალიციის და რამდენიმე ჯგუფის ასე ვთქვათ შენარევი, რომლებიც ცდილობენ დაანგრიონ მრავალსაუკუნებრივი ხელისუფლების სისტემა, რომლებიც ხელოვნურად განსაზღვრავდნენ კულისებ მიღმა მოვლენების განვითარებას. ამიტომ ამ თვალსაზრისით ბრძოლა ირანში იყო მიმართული არა ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ იყო მიმართული იმ შენარჩუნებული ძველი სისტემების წინააღმდეგ. ალიანსი გაერთიანდა კაცობრიობის მიმართ კეთილად განწყობილი მცველებთან, ხო, დედამიწას ყავს მცველები, რადგან ისინი ვალდებულები იყვნენ კაცობრიობას ხარში ამოდგმოდათ. და ეს მცველები, რომლებსაც წარმოადგენენ თურმე პოზიტიური ანუნაკები, ანუ კარგი ანუნაკები, ხო, მე არ ვიცოდი თუ მცველები ანუნაკები იყვნენ. ხო, ეს მცველები, დედამიწის მცველები ყოფილან პოზიტიურად განწყობილი ანუნაკები. ან უпростоრად სწორი იქნებოდა ამ პოზიტიური ანუნაკების შთამომავლობა. ხო, ახლა მცველების როლს ასრულებენ ამ პოზიტიური ანუნაკების შთამომავლობა. და დღეს მათ უწოდებენ თეთრი ქუდების ალიანსს. და მე ხა თქვენთვის რომ მაქვსო კარგი ამბები. მე ადრე მithქვამსო, რომ ამ უარყოფითი ნეგატიური ქსელის განადგურებისთვის დასჭირდებოდა რამდენიმე თვე. ამას ამბობს პერესი. და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობსო და საბოლოო შედეგი რასაკვირველიაო გახდებაო, არა გამარჯვება ერთი დინასტიისა მეორეზე, არამედ
შეწყდება სრული კონტროლი ნათესაური ურთიერთობების ნათესაურ ურთიერთობებზე დაყრდნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ შთამომავლობა ამ მცველები ანუ ნაკებისა პლადენელი დნმ-ისგან გამოსულები ბოლოს მოუღებენ ამ დინასტიური მმართველობას პლანეტაზე. და მათ უნდათ შექმნან ახალი პლანეტარული ცივილიზაცია, რომელიც განსაზღვრდეს, რომელიც განისაზღვრებოდეს იქნება არა ძველი კამათით, არამედ კოლექტიური გამოხდებით თვით კაცობრიობისა. და ეს ბრძოლა ამ მეათე ვარსკვლავური კარიბჭეს გამო არ არის იმდენად ომი, ფიზიკური ომი, რამდენადაც ბრძოლა ტრანსფორმაციისთვის, ანუ უკეთესობისკენ ასე ვთქვათ, შეცვლისთვის, უკეთესობისკენ შეცვლისთვის. რადგანო ეს ასიმბოლიზირებსო იმ მომენტს, როდესაც კაცობრიობა უნდა გამოვიდესო თავისი წარსულისგან, წარსულის ზეგავლენისაგან და უნდა დაიწყოსო მოძრაობა მომავლისკენ, სადაცო მიწის ბედი არ განისაზღვრებოდესო იქნება რაღაც საიდუმლო ძალებზე, რაღაც საიდუმლო ძალების კარნაღზე. ხო, ესე იგი, იმ კვირასო რა მოხდაო, იყო ბრიფინგი, ეგზოპოლიტიკური ბრიფინგი, მესამე მსოფლიო ომის, როგორ გითხრათ, თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით, ხო, შედგაო ბრიფინგი, ეგზოპოლიტიკური ბრიფინგი, მესამე მსოფლიო ომის აცილების მიზნით, galaktikuri koordinatsiით, ხო, ესე იგი, წინა კვირასო მოხდაო ის, როგორც ჩვენ გვეგონაო, რომ ეს საკითხი არ მოგვარდებოდაო რამდენიმე თვეა, სადღაც მიახლოებით 3-4 თვე არ მოგვარდებოდაო და მაგრამო იმ კვირასო მოხდაო ისეთი რაღაცა, ხო, იმისთვის რომ შეიჩერებინათო ომი ირანში, დასჭირდათო მხოლოდ 7 დღე. ალიანსის ანგარიშიდან გამომდინარეო, რომლებიც შეესაბამებაო განსაზღვრულ galaktikურ ტრადიციებსო, ახლა ხან მოხდარი მოვლენა და ის რის გამოც ჩვენ დროზე ადრე შევწყვიტეთ ომი ირანში, ვიდრე გვეგონაო რომ გაჭიანურდებაო და გადაიზრდებოდა გვეგონათო უფრო გლობალურ კონფლიქტში, სადაც უკვე ჩაერთებოდნენ სხვა ქვეყნებიცო, ირანული რეჟიმი იყო ჩამოგდებული. დედამიწა ახლა იმყოფება რამდენიმე დროის ხაზის გადაკვეთის წერტილში. და ერთ-ერთი ამ დროის ხაზიდანო შეიძლება პოტენციურად გახდესო რეალური. და ერთ-ერთ ხაზზე, ამ ხაზზე მართლა მოხდებოდაო ის მოვლენები, რასაც კითხაობდნენო, წინასწარ მეტყველებდნენო, ხო, მე ვერ უსმინე, მე შევეცადე სხვა კონტაქტორებზეც მომესმინა ირანის საკითხთან დაკავშირებით და მე უბრალოდ მათ ვერ მოусმინე. ხო, ვერ მოусმინე. იგინი ვარაუდობდნენ ომს, ამას, იმას და მე შევწყვიტე მაგნერების მოსვენა და ჩემ თავს უთხარი. ჩემ თავს არ უთხარი. სამყარო ხო გვისმენს ჩვენ, ის ბნელი ძალებიც გვისმენენ ჩვენ და შენ როდესაც სამყაროში შენ აზრს აფიქსირებ, შენს თამაშობს, შენ გავლენას ახდენ
იმ საკითხზე დადებითად თუ პოზიცია უარყოფითად იქიდან გამომდინარე თუ შენ როგორი აზრი დააფიქსირე მე კი სულ სამყაროში ხმამაღლად ვამბობ ახმამაღლად ჩვეულებრივად ახლა საუბრობ რომ მე ვაუქმებ ნეგატიურ სცენარის დედამიწის კაცობრიობის საქართველოს ახლა მე ხო ზუგდიდში ცხოვრობ ზუგდიდის და ჩემი ცხოვრების შეფარდებაში ყველანაირ ნეგატიურ სცენარის ვაუქმებ სულ ამას ვამბობ რა გონია თქვენ მე შემომიპარება ხანდახან მე არა მაგრამ ვიღაცა ცდილობს მე გადამიყვანოს უარყოფით აზროვნებაზე ნეგატიურ აზროვნებაზე და მარტო მე არ ვარ ასეთი ყველა ებრძვის თავის ნეგატიურ აზრებს უნდა ებრძოლოთ როგორც გამოგიჩნდება ყველას უჩნდება ეს თვით იმ ვარსკვლავურ თესლებსაც გოგები როყვებიან რაც უდად ხდებიან ხანდახან ყველაზე მოქმედებს და იმ დროის ხარში რომლის განვითარებას შეუშალენ ხელი სადაც უნდა ყოფილიყო ატომური ომი ის ხაზი რომ განვითარებულიყო რომ რა ხდება იცით ჩვენ რაზეც ფიქრობთ მაგალითად თუ ჩვენ ფიქრობთ რომ გვინდა ისეთი დედამიწა სადაც არ იქნება ომი სადაც არ იქნება კორუფცია სადაც არ იქნება შიმშილი და ასე შემდეგ ხო ავადმყოფობები ჩვენ ყვებავთ ჩვენი აზრებით იმ ხაზს რომელზეც ჩვენ ფიქრობთ რეალურად მოქმედებს რეალურად ანუ ჩვენი ბონუსი ჩვენი აზროვნების ბონუსი ხელად უერთდება იმ დროის ხაზს და იმ დროის ხაზს აძლიერებს ახლა რა უნდა მოხდარიყო იმ დროის ხაზში რომელიცაც უნდა რომ მიეცათ მიმართულება როგორც გითხარით ატომური ომი სხვა ქვეყნებიც ჩინეთი ირთვება ამ ომში სხვა ქვეყნებთან ერთად ამ ხაზში აგრეთვე რუსეთი შეეცადა ხარდაჭერა მოეხდინა ირანზე მხარში ამოდგომოდა ირანს რამაც შექმნა გლობალური კატასტროფა იმ ხაზში რომელიც საბედნიეროდ არ განვითარდა ეს შემოკარგებო იმ მაგების მუშაობის შედეგია ასეთი ინსაიდერების მუშაობის შედეგია რომლებიც მედიტაციას აკეთებენ იმისთვის რომ ნეგატიური სცენარი ააცილონ დედამიწას ანუ პოზიტიური სცენარით ყვებავენ იმ დროის ხაზს რომელიც უნდა თუ დამაგდეს რადგან დედამიწა როგორც გითხარით განლაგებულია რამდენიმე დროის ხაზის წერტილში გადაკვეთაზე და ჩვენსია უკვე დამოკიდებული ამიტომ ვამბობ იქონიეთ ამიტომ გვეუბნებიან მე კი არ ვამბობ გვეუბნებიან ხოლმე ამბობენ ყველა ამბობს ამაში ყველას ვეთანხმები რომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ წესრიგში ჩვენი აზრები უნდა დავალაგოთ ჩვენი აზრები და უნდა მივცეთ განვითარება იმ აზრებს რომელიც ყვებავს ჩვენ რომელიც გვინდა ჩვენ ყვებოთ უბრალოდ რომ ვკვებოთ პოზიტიური დროის ხაზი მაგრამ ამ ჩარჩოს პოზიტიური დროის შკალაზე ჩარჩოში ამ პოზიტიური დროის შკალას ჩარჩოში ხაზის ჩარჩოში კაცობრიობა უახლოვდებაო იმ ზღურს როდესაც ამდაგარი ნეგატიური კატასტროფული დამანგრეველი ციკლები არ იქნება უნება დართული ის ნეგატიური დროის ხაზი იქნა გაუქმებული
და იმისთვის მე ხომ გეუბნებით, მე დავდე ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ალიონა ამბობს, რომ სივრცეში გაჩნდა, რომელი რიცხვი იყო ეს? არ მახსოვს, ყველაფერს ვერ დავიმახსოვრე. არა, მარტში მოხდა ეს ყველაფერი. 17-18 მარტი იყო და ტრიგერული წერტილი გაჩნდა სივრცეში და ჩვენ რო ყველას არ გვემუშავაო, ჩვენ ვიმუშავეთო, რო არ გვემუშავაო, ის გადიდებოდაო, რადგან ვიბრირებდაო, ფართოვდებოდაო ის ტრიგერული წერტილი, ტრიგერი, სიტყვა ტრიგერ. ახლა მოდაში ამ სიტყვის ხმარება. ხო, ჩვენ ეს წერტილი გადავლახეთო. აი, ყველა ერთად მუშაობს, აბა რას გეუბნებით მე? ყველა ერთად მუშაობს იმისთვის, რომ პოზიტიური დროის ხაზზე დამაგდეს დედამიწა და ალიანსმა რომ ეს ის ნეგატიური ხაზი არ განვითარებულიყო, სთხოვა galaktikურ საბჭოს, შეედგინა გეგმა და დახმარებოდა მიწიერ ალიანსს. ხო, იმათმა ისინი საერთოდ ნაკლებად ერევიან მიწის საქმეში, მაგრამ თუ რამე მოხდა აქ, დასიანდებიან ისინიც, რადგან ჩვენ ვართ იქედან, მომავლიდან. ხო, რაც წარსულში მოხდება, ის გავლენას იქონიებს მომავალში. ახლა რა დაუშვათ ჩვენ ახლა რამე ნეგატიური რომ ჩავიდინოთ, ეს იქონიებს გავლენას მომავალში. მარტო ჩვენზე კი არა, ჩვენ გარემოზეც, დედამიწაზეც, რადგან ჩვენ ვართ როგორც დედა ბავშვთან არის ჭიპლარით შეერთებული, ისე ვართ ჩვენ შეერთებული ჩვენი დედამიწის ჭიპლართან, ჩვენი მომავლის ჭიპლართან. ეს უნდა დავაფიქსიროთ ჩვენ ტვინებში, რომ აქ ახლა ამჟამად ვერ ვიფიქრებთ, რომ მე კარგად ვიყო და სხვა ფეხზე მკიდია. ვერ იქნებით კარგად. ვერა და სხვასაც ვერ დაიკიდებთ ფეხზე. რადგან თქვენ ხართ მომავლიდან და თქვენ მომავალში გაიფუჭებთ საქმეს და მარტო თქვენსაც კი არა, სხვებსაც გაუფუჭებთ საქმეს. ეს კი უკვე კარმის საკიდებაა. შეიძლება სულ ასეთ ადამიანისა, რომელიც სპეციალურად იზამს ისე, რომ მე არ მეხება. როგორ არა, ჩვენ ყველას გვეხება. ყველას. რადგან ჩვენ ის უცხო პლანეტელები ვართ ჩვენ მომავლიდან და ჩვენ ყველა განზომილებაში ვყავს ჩვენი ასპექტი, თითო ასპექტი. შეიძლება იწოდოს მეორე მე, ეს გვეხება ჩვენ ყველას. თუ დაუშვათ ფიზიკურად თქვენ ვერაფერს ვერ აკეთებთ, დაუშვათ. ეხლა მაქვს საშუალება ჩავწერო ვიდეოები, ხო, რაღაც ეს ამაზე ვიმუშაო, გადავთაგნო, რაღაც მოვიპოვო ინფორმაცია, მაგრამ ხომ არც არის კაცო ბევრს, მე რო არ შემიძლია მუშაობა, იმიტომ ხალხი მუშაობს, პულის ოჯახები ყავთ, შვილები ყავთ. ხო, ამ შემთხვევაში თავარია თქვენ იყოთ კარგი ადამიანები. თავარია იყოთ კარგი ადამიანები. არ შეგშურდეთ, არ როგორ გითხრათ, არ მოიქცეთ ეშმაკურად ადამიანს აფერისტულად. მაგალითად არ და როგორ გითხრათ ახლა ცოტა თავს ვარიდებ ახლა მე ამ თემაზე საუბარს, რადგან რაღაცას ვფრთხილდები. ხო და აი მაგალითად გონია რომ აი ჩემზე არ ვიტყვი, საერთოდ მაგალითს მოვიყვან. გონია რომ ახლა ადამიანი კარგია, ხო? იცინის პატივს გცემს ადამიანი, ხო? ხო, ინტერნეტში კი არავის არ უნდა დაუკარგო კარგი. რა ცუდიც არ უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მის ცუდზე მისი ცუდი, ანუ ეშმაკობას ავლენს დაუშვათ შენს მიმართ, ან გახტევიებს იმაზე მეც,
რასაც მაგალითად დენზე დაწერ გახდევიებს, ну მაგალითად არიცის დაუშვათ გუმურმა რა ტარიფია, ხო? და გახდევიებს ძალიან ბევრს დაუშვათ წყალზე, დენზე, აქეთ ვითომ პატის გცემს, აქეთ ზურგში დანასგარტყამს, ეშმაკობს, კპარავს, აქედან თითქოს კარგად გექცევა, ხო? არიან ასეთი ადამიანები. არიან. მაგრამ ეს უკვე არა ადამიანობაა. არა ადამიანობაა. საჩვენებლად სხვის თვალში კარგები არიან, მაგრამ ასეთ ადამიანებზე ვერ სიტყვით ცუც ვერაფერს არ დაგიჯერებენ, რადგან მათი კარგი საქმეებს ხედავენ მხოლოდ, მაგრამ თუ სინამდვილეში მათი ცუდი მხარე არ ჩანს, ხო? მაგრამ მათ ცუდ მხარეს ხედავენ ის ადამიანები, რომლებსაც უკეთებენ ისინი ამას. ხომ გესმით ჩემი? ხომ გესმით, მე რას გულისხმობ? ხო? ამდაგარი ადამიანები არ გადავლიან, ვერ გადავლიან უბრალოდ ახალ ერაში. ახლა ყველაფერზე ხო ვერ იჩხუბებ, ხო? თვითმანეთზე, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტია შეიცვალო ადგილი. საერთოდ ვამბობ. ხო და ამ ნეგატიურ ხაზში ისინი ბუკვალურად შეხვდენო ჩინეთის პრეზიდენტს. ხო, რაც უნდა ისა განვითარებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს ვერსია, ეს დროის ხაზი არ განავითარდა. მე მხოლოდ გალაქტიკურ ალიანსზე საუბრობო. მე ვსაუბრობ მეთაურზე ტორზე. ხშირად ახსენებს ეს მეთაურ ტორს. რადგან ეს ტორი სინამდვილეში ხდებოდა სინდიპინს. დაუთხრა მას, რომ ამაში აზრი არ დევს. აზრი არ აქვს ომში ჩაერთო იმ წარსულ დროში ეუბნება. წარსულ დროში იყო შეხვედრა იმ ჩინელ პრეზიდენტთან, რადგან დედამიწა დღესდღეობითო იქ იმ დროშიც კი უთხვამს იმყოფება ახლა ამჟამად გალაქტიკური იურისპრუდენციის კანონის ქვეშ. ამიტომ მსოფლიო ომი არ იქნება. უთხრა იმ ნეგატიურ დროის ხაზში ამ მეთაურმა ტორმა ჩინეთის პრეზიდენტს. ჩემი ასაკის, ჩემი ხნის ადამიანებს მოგმართავთ. ჩვენ ბავშვობაში ეს ის პერიოდია, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და შემოვიდა ახალი შემოსული იყო სადღაც 90-იანი წლები, ახალი შემოსული იყო ეს კასეტური ფილმები, თუ გახსოვთ, და იხსნებოდა სპეციალური ოთახები, სადაც პატარა კინოთეატრები ამ კასეტურ ფილმებს უყურებდნენ. აგრეთვე იმ პერიოდში იყო ბევრი არხი, სადაც სულ კინოებს უშვებდნენ. რეკლამები არ იყო, მაინდამაინც სულ კინოებს ინფორმაციაც არ იყო იმდენი, მაგრამ კინოები იყო ვომად. მე მახსოვს ერთ-ერთი არხი, ჩვენ მაშინ დევნილობაში ვიყავით, იყო ქუთაისის არხი. არ მახსოვს რა ერქვა. რიონი მგონი, ხო, რიონი. და ამ არხზე იყო, ხო, ამ არხით გაუშვენ ფანტასტიკური კინო, დროში მოგზაურობა. 3 ფილმია მასეთი. ახლა ის მსახიობი დაბერებულია. და მეცნიერის როლს ამ ფილმში თამაშობს ერთი მსახიობი, რომელსაც მოგზოთმები აქვს, თეთრი თმები, გაჩეჩილი. აი, მე თქვენ რჩევას მოგცემთ. აი, გადაადგილება როგორ ხდება წარსულში და მომავალში, ნუ ახლა მთლად ისი არაა. სინამდვილეში როგორ შეიძლება გადაადგილდე, მაგრამ მიარხვევებით წარმოდგენა გექნება თუ ეს როგორ ხდება. დაუშვათ. 3 კინოა. 3 კინო.
მოძრაობა მოიცადე. აი, რუსულ ენაზეა, ქართულად არ არის, ინგლისურ და რუსულ ენაზეა. ახლა გავიხსენებ და გეტყვით რა ქვია რუსულად ამ ფილმს. ერთი წუთით მიახლოებით ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონია ასე ქვია, путешествие во времени. ხო, путешествие во времени. მე მგონია არ ცდები. სამი კინოა. გაგრძელება ერთი კინო, სერიალი არა. ფილმებათაა უბრალოდ გადაღებული. ამ კომანდორ ტორმა და კომანდორ აშტარმა ერთი წუთით აშტარს რაც შეეხება მე ვერ გავარკვიე, რადგან მე ამათი ჯერა ალბათ აშტარი პიროვნებაა, მაგრამ ზოგი ინსაიდერი რომლებსაც კარდახობენ ამბობს, რომ აშტარი არ არისო პიროვნება, მაგრამ ისმაილ პერესი დაამტკიცა, რომ ის ტყუილს არ ამბობს. მე ბევრი ვიდეო მაქვს მისი მოსმენილი, მე ახირებულად არ დავდებდი მის ვიდეოს. ესე იგი აშტარი არის პიროვნება და ამ კომანდორ ტორმა და კომანდორ აშტარმა სასწრაფო შეხვედრა მოაწყო პუტინთან. და თქვენთან ვინ იგულისხმა არ ვიცი. იქ იმ ნეგატიურ დროის ხაზზე მოაწყო სასწრაფო შეხვედრა პუტინთან. ეს სიძიპინი, ხო, პუტინთან და სიძიპინთან იმისთვის, რომ თავიდან აეცილებიათ მსოფლიო ომის ესკალაცია. ახლა კი იმათვისო, ვინც არ იცნობს ვალიან ტორს, ეს ვალიანტი ტორი არისო ემისარი პლანეტა ვენერადან. ერთი წლის წინ მე დავწერე მასზე მთელი ანგარიში. მასზე დაწერილი იყო წიგნი, მასზე მის ურთიერთობაზე ეზენჰაუერთან. ის შედისო ადგილობრივ ჯგუფში ცნობილ სახელწოდებით ასოციაცია. ის აერთიანებს სამყაროებს, რომლებიც შედიან ჩვენ მზის სისტემაში და ძალიან სერიოზულად აკვირდება დედამიწას, თუ როგორ ვითარდება დედამიწა, როგორ ვითარდებით ჩვენ. და ვალიანტ ტორმა შეძლო თავიდან აეცილებია ის, რაც შეიძლება მოხდარიყო. ამიტომ ხალხო, თქვენ რო გონიათ, რომ არაფერი მოხდება, ხო, სინამდვილეში ამისთვის იბრძვიან, რომ ცუდი ვარიანტები სცენარებისა არ განვითარდეს. ამის გამო იბრძვიან, ვიბრძვით ჩვენ მომავლიდან, რომ ჩვენ წარსულში რამე სისულელე არ ჩავიდინოთ. აი წარმოიდგინეთ, რაღაც მომენტში შეიძლება ყველაფერი გააქრეს. გააქრეთ თქვენც, გავქრე მე. ჩვენ უნდა დავაფასოთ ყოველი დღე. ჩვენ უნდა მადლობა უთხრათ სამყაროს ყოველი გადალახული დღისთვის. ხალხო, აქ არა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შვილებს რაც დაუტოვებთ. აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენ მომავლიდან, ჩვენ ყველანი ვართ მომავლიდან, ჩვენი შვილებიც, რომ დაიბადებიან ახლა აქა. თქვენი მემკვიდრეობა, თუ გინდა თქვენ დაუტოვოთ შვილებს, ეს უნდა თქვენ უნდა დაუტოვოთ სულიერი მემკვიდრეობა. რადგან მხოლოდ სულიერი მემკვიდრეობა, მხოლოდ ცოდნა შეგიძლია გადაიტანო. ადამიანი იბადება შიშველი და მიდის შიშველი ამ ქვეყნიდან, თან არაფერი არ მიაქვს. ვერაფერს წაიღებს მატერიალურს, მაგრამ ადამიანს შეუძლია იმდენი სულიერი სიმდიდრე წაიღოს და იმდენი ცოდნა გადაიტანოს, რომ შემდეგ ცხოვრებაში გამოადგეს. აი ეს არის ის სიმდიდრე, რომელზეც ქადაგებდნენ იესო და მისი მოწაფეები.
აი კითხვაზე პასუხი გასცა ისმაილ პერესმა. მე ხომ თქვენ გითხარით რომ აშტარზე ამბობენ რომ არ არსებობს და ზოგი ამბობს რომ აშტარი კი არა ეს არიან ბნელი ძალები, ზოგი ამბობს რომ აშტარი არის ხომალდის დასახელება, მაგრამ ახლა თქვა პერესმა რომ მეც მაგამო ესე იგი ტორმა დაიყოლიაო აშტარი, მაგრამ მე საუბარი მაქვსო იმ აშტარზე, რომელიც პოზიტიურად არის არსებობს მატერიალურად და პოზიტიურად არის ჩვენს ყველაფრის მიმართ განწყობილი, არისო კიდე სხვა აშტარი, რომელიც ნეგატიურად არისო განწყობილი. ესე იგი აშტარი ერთი არ ყოფილა, აშტარი ორი ყოფილა. ამიტომა ხო და ის აშტარი იყოს კომპრომიტირებული. კომპრომიტირებული. ახლა ჩემს სვენელს გაიცინება, რადგან ზოგჯერ მერე ვაენა. კარგი, შეგარგოთ. ჩვენ გვაქვსო საქმე რამდენიმე რეალობასთან, დედამიწაზე. ხო, სხვა დროის ხაზეო აშტარი იყო კომპრომიტირებული, მაგრამ ამ ალფა რეალური ვერსიის დროის ხაზზე აშტარი არისო განწყობილი პოზიტიურად. ხომ არის ახლა მე კიდევ ერთხელ აგიხსნით მაპატიეთ ახლა ზოგი ალბათ გაიფიქრეს, რამდენს ლაპარაკობს ეს ხალიო, ხო? აბა თუ არ აგიხსენით როგორ გაიგებთ, ხო? კაი, შეიძლება ზოგმა გაიგო, მაგრამ ხო არიან რომ ვერ გაიგეს. მაგალითად, ხომ უკვე იცით, წარუდგენა გაქვთ რომ არსებობს რამდენიმე რეალობა, პარალელური რეალობა. ახლა შეიძლება მე აქ ამ ცხოვრებით ცხოვრობ, მაგრამ იმ რეალობაში ვიყო ან ბანდიტი, ან მეძავე, ან ყაჩაღი, ან დიდარი, ან ღატაკი, ან კიდევ რაღაცას წამოვადგენდე, ხო? ასე აშტარი იმ რეალობაში იყო კომპრომიტირებული იქ galaktikურ სამყაროში, მაგრამ ამ რეალობაში, ჩვენ რეალობაში მას უკავია პოზიტიური მხარე. ხომ გამიგეთ ახლა? და ამ პოზიტიურმა აშტარმა შეძლო ლიდერებს შეხვედროდა იმ ხაზში, იმ ნეგატიურ ხაზში და ეს დაძაბულობა მოიხსნა, რამაც შეძლო თავიდან აიცილებიათ მესამე სამამულო ომი. და ისინი საჭირო იყო სხოვეს დედამიწელებმა და ნახეს რომ საჭირო იყო ჩარევა, რადგან მომავალიც წყდებოდა, მომავალის ბედიც, ამიტომ ჩაერიენ. მართვის ვინც არ იცისო თუ ვინ არისო აშტარი. აშტარი ეს არის galaktikuri ფლოტი, მეთაურია აშტარი, რომლებიც უფრო მაღლა მდებარე, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა არის მზის სისტემის დაცვა, ხო და მისი არის თვალყური თვალის დევნა და სტაბილიზაცია, თუ რამე პრობლემა მოხდება. ისინი თვალყურს აგებნებენ და აინტერესებთ, ხო, რომ ცივილიზაცია, კაცობრიობა, მიწიების კაცობრიობა თავისი საკუთარი თავი არ გაინადგუროს. ესე იგი მოხდაო დაძაბულობა მექსიკის პრეზიდენტის კლაუდიოს და კარტელის შორის, რომელიც მოქმედებს მექსიკაში და საერთოდ ლათინო ამერიკულ ქვეყნებში. ეს ქალბატონი პრეზიდენტი უნდა ჩაბარებოდა ამერიკას, მაგრამ მან გადაწყვიტა ამერიკა შეეწინააღმდეგოდა და დაიწყო ომი, წავიდა კარტელის წინააღმდეგ უფრო სწორად. კონფლიქტი ირანში იყო ორი კვირა გრძელდებაო, მაგრამ კონფლიქტი ირანში უნდა დამთავრდესო. დასრულდებაო უკვე ერთ-ორ კვირაში.
პერესმა ისაუბრა კიდევ ბევრ რამეზე, მაგრამ მე არ ჩათვალე საჭიროდ ეს გადამეთარგმნა. შემდეგ ის გადავიდა ოქროს გუმბათზე. ოქროს გუმბათზე მე ცალკე ვიდეო მაქვს, ატვირთული ისმაილ პერესის ვიდეო. ამიტომ არაფერი გადამითარგმნია, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი. თურმე პუტინ და ამ ჩინეთის პრეზიდენტს შეპირდნენ, ტრამპმა შეპირნა და შეპირდნენ გალაქტიკის წარმომადგენლებმა, რომ მასეთი ოქროს გუმბათი ექნებოდათ რუსეთს და ჩინეთსაც, თუ ისინი არ ჩაერევოდნენ ირანის კონფლიქტში. ხო, ახლა ადამიანი როდესაც რამეზე თავს შეიკავებს, სამწუხაროდ მსოფლიოში ყველას თავისი მიზნები აქვს და იგივე იმათ ვისაც ჩვენ ვეძახით პოზიტიურ უცხოპლანეტელებს, ჩვენ რო საჩითროებას არ წარმოვადგენდეთ, ისინი ხო არ ჩაერევიან ჩვენ საქმეში. ანუ ყოველთვის არის იმის საჭიროება, რომ ვინმესი საერთოდ ხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ვინმესი და პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ თავს შეიკავებდნენ. ოხედათ რა დიპლომატიურად მიუდგნენ. იმიტომ რომ ეს ოქროს გუმბათი, ნახეთ ვიდეო ოქროს გუმბათზე, პერესის ვიდეო. ეს ოქროს გუმბათი არის თავისუფალი ენერგიის წყარო და თუ ასეთი გუმბათები აშენდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ არ იქნება საჭიროება იმისა, რომ მოიპოვო რამე იგივე ნავთობი, იგივე ნახშირი, იგივე შეშა და დედამიწა აქციო ნაგვის ყუთად, არც ნაგავი იქნება, სხვათა შორის იქ ტარტარიაზეა საუბარი. მთელი ტერიტორია ადრე იყო ტარტარია, იგივე რუსეთი. მაგრამ მე ეს ტარტარია გაქრა და როდესაც არსებობდა ეს ტარტარია, ყველგან იყო სისუფთავე. და მე მოусმინე დღეს ვიდეოს გაკეთებულია წამყვანი, ვინც ამ ყვება ამაზე, ტუალეტები არ არისო დაფიქსირებული არსად, არც სამზარეულოები და ალბათო ისინი ცოტა გიგანტები იყვნენ, ტარტარის წარმოადგენლები იყვნენ გიგანტები, იმიტომ რომ ის შენობები, რომლებიც დაგვრჩა, იგივე ის თეთრი შენობები ბათუმში რომაა თეთრად შეღებილი, ბევრი შენობები ჩამოგავს ერთმანეთს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იგივე საქართველო ავიღოთ, იგივე რუსეთი. ეს ზიმნი დვარეც რომ არის, ეს ყველაფერი გოლიათების ზომებია და მაშინ ხო რით იკვებებოდნენ ისინი? გაკეთებულია, რით იკვებებოდნენ თუ სამზარეულო სახლებში არ იყო, საკანალიზაციო მილები სახლებში არ იყო, ეტყობაო არ ჭამდნენო, ენერგიით იკვებებოდნენო, ან მე ფიქრობ რომ აქ რაღაც სხვა იყო, მაგრამ ამას მე ხოლოდ ფიქრობ, არაუდობ. ხო და ტარტარიაზეც მინდა მე თქვენ მოგიყვეთ, იმიტომ რომ ტარტარია იყო ერთი მთლიანი სისტემა. ყველა ლაპარაკობდა გასაგებ ენაზე, ესმოდათ ერთმანეთი თავიდან.
არა, მე ხა ვიდეოს დავამთავრებ, იმიტომ რომ ამოიწურა, რაც მე მინდოდა ის გადმოგეცით. არღეს უყვე მაგის გადათარგმნა. გითხარით, ოქროს გუმბათზეც არ მიღეს გადათარგმნა, თან ვცლათა ოქროს გუმბათზე ნათქვამი ისევ პრესის ვიდეოში. მაქვს მიდენ ეს ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.